მოგესალმებით ჩემოძვირფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, რატომ დუმს თქვენი საყვარელი ადამიანი ან ჩაფიქრებული ადამიანი. ნახეთ თვითონ რომ მივარდა დისტანციაზე მყოფ ადამიანზე გვექნება გაშლა. რატომ დუმს, რატომ დაიჭირა დისტანცია, იმიტომ რომ ეხა თვითონ მომიხდა ჯოვის დროს ეს კარტი და რა ენერგიებშია საერთოდ. მოდი ვნახოთ. რატომ დუმს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჯარო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის და მასშტაბ ვიწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და რა ენერგიებშია? შესაძლებელია ავადაც იყოს მეგობრებო. ან ბახმელიაზე. ვნახოთ რა ენერგიებშია. რა ენერგიებშია, რატომ დუმს ეს თქვენი ადამიანი ღმერთო? არჩევანის წინაშე დგას ნამდვილად. აქ არის სამუშაო საკითხები, რაზეც ძალიან მკაფიოდ გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, არც თუ ისე სახარბიელო ენერგიებშია ჩემოძვირფესებო, გარიყული საკმაოდ რთულ გზას გადის. ნახეთ, მოკიდებული უზარმაზარი ტვირთი და რამხელა გზა აქვს კიდევ გასავლელი. აი ამ ტვირთის თრევა თითქმის უკვე შეუძლებელია. სიშორე თქვენ მენტალური სიშორეა, ფიზიკური სიშორეა, როგორ ახართ იცი, აი განსაკუთრებით ღამის საათებში ხდება ფიქრი და ანალიზი თქვენს ურთიერთობებზე, როგორც მისი მხრიდან, თქვენი მხრიდანაც ზუსტად იგივე შემიძლია განვიხილო. კიდევ რა ენერგიებშია? თუ ის დაოჯახებულია, იმიტომ რომ ყველა ვარიანტი ამომდის ჩემოძვირფესებო შესაძლებელია აქ სამკუთხედზე ვსაუბრობდეთ, თუ ის ოჯახის გვერდით არის, ნახეთ აქ ოჯახია და იმპერატრიცა ნიშნავს მეუღლეს, შვილების დედას და ასე შემდეგ, ბარიერი ზუსტად და ეს წინააღმდეგობაც აქედან გამომდინარეა. დუმილი ნახეთ თვითონ აფრთხობს ამ ურთიერთობას, ნახეთ საფრთხობელას როგორ აშენებს, აქ არის უზარმაზარი ბარიერი, რომლის გადალახვაც როგორც მას, ასევე თქვენს ძალიან გიჭირთ, არ გაძლევთ საშუალებას, რომ მის სივრცეში შეიჭრათ. კარგი. კიდევ თუ არსებობენ ეს მესამე პირები, რასაც ძალიან მკაფიოდ მანახებს ამ კუთხეს, მაშინ ვიკითხოთ იქ რა ხდება ეხა. რატომ არის ესეთი დაძაბული სიტუაცია, იმიტომ რომ არც თუ ისე სახარბიელო ენერგიებში არიან იქ. იქ სადაც არის ურთიერთობაში ის ქალი არის ძალიან მომთხოვნი, როგორ ჩანს თქვენი არსებობის შესახებ. იცის, ნახეთ როგორ გადაევნებთ თვალყურს, ხომ არ დაძვრება თავისი ქმარისადმე, თუ ეს აქტუალურია, რასაკვირველია, ყველასთან თუ არ არის, მაშინ დედამისი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, ან ქალი, რომელსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვს მისი და ცდილობს მის მარწუხებში მოყოლას ამ ადამიანის დამორჩილებას და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში მოლოდინი აქვს, საკმაოდ დიდი ხანი ელოდებოდა ამ ადამიანის ნაბიჯებს, რომ რამე შეცვლიდა ურთიერთობაში, სადაც არის ეხლა თქვენს გარდა, მაგრამ იქ არაფერი არ იცვლება. იგო აქ ძალიან ამაღლებული ამ ბაშბატონს, სხვათა შორის ეს იგო თქვენ აუმაღლეთ. როდესაც ის თქვენამდე მოვიდა, როდესაც ის სამყარო თქვენთან მოიყვანა, ჩემოძვირფესებო, იყო ძალიან დაბალ ვიბრაციებში, საშინაო მდგომარეობაში, შესაძლებელია მენტალური ბლოკები ქონდა, შესაძლებელია ძალიან რთულ პერიოდს გადიოდა. აი თქვენმა მოსვლა მის ცხოვრებაში რაღაცა გარკვეული მზე, ძალიან დიდი სითბოს ენერგია მოიტანა. ეხლა არც იმას არ გამოვრიცხავ ჩემოძვირფესებო, რომ მაგიის არკანი манипуляციებით ამოვიდა და მაგიის არკანიც ამოვიდა. შეხედეთ, ეს არის მაგის არკანი, ეს არის აი ნახეთ რა დღეშია სასაფლაოზე ჩატარებული რიტუალები, ან ძიმე ენერგიების მატარებელი ადამიანი, რომლის ზემოქმედებების ქვეშაც არის. შესაძლებელია ეს იყოს ერთგვარი მიზეზიც იმის, რომ დუმს ეს თქვენი პარტნიორი და არ ჩანს. მოდი ვნახოთ აუდიტორია დიდია და რამოდენიმე ვარიანტს ჩამოვთვლი. ჩემს თითს არ ვიმჩნევთ. კარგი. მოდი ვნახოთ საერთოდ რას ფიქრობს თქვენზე, ფიქრობს კი საერთოდ თქვენზე. მერტო ფიქრობს, ემოცია ნამდვილად არის თქვენთან მიმართებაში. ეს სიყვარულს აღარ ჩავეკითხები, იმიტომ რომ ძალიან ისეთი აი შემიძლია ვთქვა, რომ თითქოს პეპლები დაფრინავენ მუცელში, ესეთი ემოციაც აქვს თქვენს მიმართ. ნახეთ, ყოველ შემთხვევაში მუცელში თუ არა თავზე მაინც დატრიალებს პეპლები. იქ ოჯახი სადაც აქვს სტაბილურობა, სადაც 4 კედელია, სადაც შვილები არსებობენ, თუ არის ეს ადამიანი ქორწინებაში, კიდევ გავამახვილებ ყურადღებას ჩემოძვირფესებო, აი კიდევ ამომდის აქ გურუმი ხალი და იროფანტი, ნახეთ, ყველა ვარიანტში ნამუშევარია მამაკაცზე. ყველა ვარიანტში ნამუშევარია მამაკაცზე. იმ სტაბილურობიდან არის დახმარების ხელი აქ ვიღაცას ნათხოვნი, აქ არის სამუშაო პროცესი ჩატარებული ნამდვილად მესამე პირებიდან, ამიტომაც მოხდა ძალიან მტკივნეული პაუზა თუ მტკივნეული დასასრული თქვენს ურთიერთობაში სამწუხაროდ ჩემოძვირფესებო. კარგი, რას ფიქრობს? იცით როგორ შეგრძნობა? თითქოს თვითონაც გრძნობს, რომ რაღაცაშია საქმე, იმიტომ რომ ესე უცებ მიღებული გადაწყვეტილებები შეუძლებელია უბრალოდ სპონტანური იყოს, იმიტომ რომ აქ არის ურთიერთობა, სადაც ემოციაზეა საუბარი და თვითონაც ხვდება რაღაცას, რომ რაღაცა ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს.
ენერგეტიკის თვალსაზრისით არ გამოვრიცხავ, რომ გრძნობდეს, რომ რაიმე ჰქონდეს გაკეთებული დამიჯერეთ. შესაძლებელია უთქვამს კიდეც თქვენთვის, რომ ვერ ხვდები რა ხდება, რა ჭირს, იმიტომ რომ ეს განცდები და ეს ემოციები აქვს, გრძნობს რაღაცა ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებას დამიჯერეთ. თუმცა რა მოხდეს, ამას ძალიან კარგად მკაფიოდ გრძნობს, რომ რაღაცაშია საქმე. კარგი, მაინც მაინტერესებს თქვენზე ფიქრი რა აქვს, ახლა კი მითხრათ ასების მეფე. აცი მაქსიმალურად ელოდება თქვენგან ინფორმაციას. დისტანციაა ურთიერთობაში, ცივი ენერგია, თითქოს ახლა არ მინდა არ მომეკაროთ, ნახე რაღაცა შიშის მომენტებიც აქვს, გაცივებული ენერგიაც არის, კონფლიქტური ენერგიაც არის, მაგრამ მაინც თქვენგან ელოდება პირველ ნაბიჯებს, მაინც ელოდება თქვენგან ზარს, ან ინტერნეტ სივრცეს არის, ტელეფონის სივრცე ინფორმაცია, იძიებს რაღაცა ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ სიშორია, მაინც ნახეთ ის თუ წყვილშია, თქვენს უკან დგას შეხედეთ წყვილში და მაინც აი თქვენ მოგჩერებიათ. მაინც თქვენი ინტერესი აქვს. გამოვა ძალიან განიცდის ამ დანაკარგს სხვათა შორის. თქვენი სახით ამ დანაკარგს საკმაოდ მკაფიოდ განიცდის. მაინც ცდილობთ თქვენზე რაღაცა ინფორმაციების მოძიებას. მაქსიმალურად, აი როგორც შეიძლება რომ მოიძიოს, სად შეიძლება რომ მოიძიოს, მეგობრებიდან იქნება ინტერნეტ სივრცე, იქნება ტელეფონი, იქნება შესაძლებელი პირდაპირ მნიშვნელობით, აი გითვალთვალებდეთ კიდეც და ახდენდეს რაღაცა ინფორმაციების მოძიებას. ერთი ზუსტად უდაოდ იმას ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მისი კარმა, თქვენ ხართ მისი განსასჯელი, თქვენ ხართ მისი დასაჯეთ ეს ადამიანი რა მოკლედ ესე ფიქრობს. შესწავლეთ. გრძნობა რა გაქვს, აბა ჩემს გოგოებს საბიჭების მიმართ გრძნობა რა გაქვს. მას ნახეთ აი ეს ურთიერთობა მისთვის იყო რაღაცა რესურსების მიღებისთვის. ნახეთ აქ ძალიან მკაფიო რესურსებს იღებდა თქვენგან, როგორც სექსუალურ ენერგიას, ასევე სიყვარულის ემოციას, ფლირტი, აი ეს რაღაცა ძალიან ჯანსაღი ენერგიით იკვებებოდა, თქვენი ენერგიით იკვებებოდა, რასაკვირველია და ამ ენერგიას თქვენ აძლევდით, ამ რესურსებს თქვენ დებდით. აქ არ იყო მზად ეს ადამიანი მიეღო რაიმე პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და გადაეწყვიტა საბოლოოდ ის, რომ აი ნახეთ მოიკიდა თქვენთვის ხელი და ითქვათ, რომ იცით რა მე ვარ პასუხისმგებელი ამ ნაბიჯების ან ამისი ან მკაფიო ცვლილებების და ასე შემდეგ. არა. არ იყო ეს ადამიანი ერთ შემთხვევაში მზად. მას ეს ურთიერთობა ჭირდებოდა ზუსტად იმ რესურსებისთვის, რასაც თქვენ აძლევდით, შესაძლებელია თქვენ შეუწყდეთ ამ რესურსების მიცემა და ამიტომაც დაიჭირა ახლა დისტანცია, ან მკაფიოდ გამოუცხადეთ თქვენი გადაწყვეტილება და ნახეთ ან არჩევანის წინაშე დააყენეთ, იმიტომ რომ აქ არის რაღაც ესე მსგავსი საუბრის საკითხი იდგა თქვენს ურთიერთობაში, ჩემო ძვირფესებო. მას ჭირდებოდა ეს აი როგორ გითხრათ, ცოტა უხეშად ვიტყვი რაღაც ტაშფანდურისთვის, ანუ გართობისთვის, დროსტარებისთვის, იმიტომ რომ ეს ემოცია, რომელსაც თქვენ აძლევდით იქ სადაც არის ნამდვილად არა აქვს და ზუსტად ამისთვის ჭირდებოდა ეს ურთიერთობა. ოღონდ არა რაიმე სერიოზული ნაბიჯებისთვის, ოღონდ არა პასუხისმგებლობისთვის. ამიტომაც შემოიდო ყველაფერი სამართლიანად სასწორზე და რეალურად შესაძლებელია თქვენ მიეცით ამის საბაბი რომ ან სიტუაცია შეიქმნა ისე რომ თქვენ გადაუჭერეთ ისე რომ ან ის ან მე ან რაღაცა სიტუაციას მოერგე ან ბოლო-ბოლო მიიღე გადაწყვეტილება. აი ესეთი საუბარი ნამდვილად ვფიქრობ რომ იყო თქვენ შორის, მაგრამ ის ვნება რომელიც უდაოდ არის ამ ურთიერთობაში, ნუ ეს არსად არ გამქრალა. ყველა ვარიანტში. აი ნახეთ როგორი თანეშმაკის ენერგიაა, ეს უზარმაზარი ვნება, მიჯაჭვულობა ერთმანეთზე, ეს ენერგეტიკული მიჯაჭვულობა ღემადე არსებობს, რომელიც არ არის გაწყვეტილი. ნაბიჯები თუ ექნება, ჩავეტიოთ დროში, ჯერ აწონ-დაწონის რეჟიმშია. ექნება. აუცილებლად ექნება ჩემო ძვირფასებო, თან ნახეთ როგორ მორბის. მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.